ფუნიკულიური 119 წლისაა 27 მარტს პირველად ტრამვაი გასულ საუკუნეში გაეშვა 2012 წლიდან კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფუნიკულიური ფუნქციონირებს. თამარ შარიქაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და მისი სავიზიტო ბარათი დღეს იუბილეა ფუნიკულიური 119 წლისაა. სწორედ 119 წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება ფუნიკულიორის ტრამვაი, რომელმაც თბილისი მთაწმინდას დაუკავშირდა. უკვე 2012 წლიდან კი ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფუნიკულიორის ტრამვაი, რომლის ტექნიკურ უზრუნველყოფასაც საერთაშორისო კომპანია დოპელმაიერი უზრუნველყოფს. აქვე გეტყვის იმასაც, რომ დაგეგმილია ტრამვაის საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 501 მეტრის სიგრძისაა. 119 წლის გახდა ჩვენი ფუნიკულიური, რომელიც გამოირჩევა თავისი ორიგინალობით, ის არის 501 მეტრის სიგრძის და დახრილობის გრადუსი შეადგენს 30-32 გრადუსს. სიმაღლე არის თბილისთან შედარებით აი ამ ადგილიდან განსხვავება 270 მეტრი, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ჰავას, შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს, რომ თბილის გადმოხედო. თბილისში ვინც ჩამოდის, ყველა ფუნიკულიორით სარგებლობს ტურისტებზე მაქვს საუბარი. წელწადში დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს ამ სერვისით. 2012 წელს თბილისის ფუნიკულიორს ჩაუტარდა დოპელმაიერ გარავენტა ჯგუფის მიერ ძალიან კომპლექსური რეკონსტრუქცია და წლების მერე, უფუნქციობის მერე ისევ სავიზიტო ბარათი შეემატა ჩვენ ქალაქს. წარმატებით ფუნქციონირებს 12 წელიწადია თბილისის ფუნიკულიორი. ყოველწლიურად ჩვენს მიერ ტარდება გეგმიური შემოწმებები და მთაწმინდის პარკის მიერ ხორციელდება პროტოკოლით განსაზღვრული სერვისები. გზა, რომელიც თბილისის მთაწმინდის პარკთან აკავშირებს, გასულ საუკუნეში 2 წლის განმავლობაში შენდებოდა და მას პოლონელი ინჟინრები ახორციელებდნენ. დღეისათვის კი შეიძლება ითქვას, რომ ფუნიკულიური ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ამაზე მეტყველებს ციფრებიც, როგორც ირკვევა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ფუნიკულიორმა 5 მილიონამდე სტუმარს უმასპინძლა. ეს თამარ შარიქაძე იყო.